შედი ხალო ბუდკაშიო ეძახიან ქალი მიდის. იქ აფეთქება არ ვარ იმნაირიო. შედი ბუდკაშიო არ ვარ მე იმნა. შედი აფეთქება რანაირიც გინდა ისეთი იყავი არ დაიღუპო ოთხეს. ყველაფერი ასე დაიწყო. იმნაირ ქალებზე უშნოდ მოღლიცინე კაცი ხელისუფლებაში მოვიდა და ის რაც თავიდანვე თვალშესაცემი იყო, წლების განმავლობაში ძალიან რეალური და ხელშესახები გახდა. და ასე მოვედით აქამდე, როცა მოძალადე სისტემამ უსახობა ბოლომდე გამოაჩინა. გარდა იმისა, რაც უშუალოდ მე მითხრეს, გავიგე როგორ უთხრა იმავე პოლიციელმა სხვა გოგოს სასტვენს გაგტენი ტრაქში. შეხედე რამდენი ბოზია ტინდერის ბოზები განან. ტრაქში გაგიკეთებთ დუბინკას, თქვენ ევროპაში ხომ მოგწონთ ტრაქში სექსი. რა გიგონა აქ რომ მოდიოდი, გადარჩებოდი, პოლიციის მანქანაში წაგიყვანთ, მუხლებზე დაგაყენებთ და პირში მოგცემთ. შებოზო, შეგვიძლია შენს პირში ჩაგაჯვათ. პლეს მოწოლ, აქ ასლავს რომ იღებ, წამოდი და ასერთლარად მე მოგწონო. ყველა დირკაში გიხმარ. ჩვენ გვპირდებით რომ ადამიანი ჩვენი ხელისუფლებისათვის მთავარი ღირებულება იქნება. ჩვენ ვიქნებით ყველას კომაგი, ყველა ადამიანი. ღირებულებებისგან სრულად დაცლილი ოლიგარქის პარტიისთვის ადამიანი არათუ მთავარ არანაირ ღირებულებას რომ არ წარმოადგენს, ყველა კადრი, ყველა დღე და ყველა მოვლენა ამას ამტკიცებს. თუმცა სადღეგრძელოები უყვართ ოჯახზე, სიწმინდეზე, ვაჟკაცობაზე და ყველაფერი ისეთივე ყალბია, როგორც მთლიანად ეს პარტია. არას უყურებთ ქართული ოცნების დეგრადაციას, არის სინამდვილეში ამ პარტიის დეჰუმანიზაცია, ხო? ანუ პარალელურად, რაც უფრო ცუდად ექცევა ის სხვას, ანუ საქართველოს მოქალაქეებს, მით უფრო კარგავს თვითონ ადამიანობას და ეხა უკვე იმ წერტილში ვართ, სადაც ადამიანური ამ პარტიას აღარაფერი აღარ აქვს დარჩენილი. ადამიანურში გულისხმობთ ყველაფერს იმ ქსელს, რომელშიც ვართ ჩაქსოვილები ჩვენი კულტურით, ხო? მათ შორის ვთქვათ, მეგობრობა, ოჯახის ინსტიტუტი, რელიგია, ქალებთან ურთიერთობა და სხვა და სხვა. ამიტომ ეხა უკვე ქართული ოცნება ამოგლეჯილი არის ნებისმიერი კონტექსტიდან, რაც ჩვენთვის შეიძლება ღირებულება იყოს და აბსოლუტურად უბრალოდ რიტორიკის დონეზე აქვს ყველაფერი, რასაც ის ლაპარაკობს, ხო? მაგალითად, ოჯახზე საუბრობს და ჩვენ ხედავთ, რომ და ძმას განუდგა, იმიტომ რომ ძმა მოსამართლე არის და უდანაშაულო ხარს ციხეში უშვებს და ძმამ არ გაითვალისწინა საკუთარი დის აბსოლუტურად ჰუმანისტური პოზიცია, ხო? და აირჩია პარტიის მსახურება. ჩვენ ხედავთ შვილებს, რომლებიც ოჯახში რაღაც კონფლიქტი აქვთ იმის გამო, რომ მამები იღებენ მათ წინააღმდეგ კანონებს და ხედავთ პოლიციელებს, რომლებიც საკუთარ შვილებს და შვილის მეგობრებს არბევენ უშუალოდ აქციებზე, ხო? ამიტომ ეგამიჯნო უკვე მოხდა, ანუ დაკარგა პარტიამ ადამიანურობა და აქ ვეძებოთ ჰუმანური ძალიან ჭირს უკვე რეალურად და ამის დასტურია ხოლმე ეს დიალოგები, რომელიც მაგალითად პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის იმართება ხოლმე, ხო? ანუ რაღაც აქედან ვცდილობთ შევახსენოთ მათ ჩვენი ადამიანობა, ჩვენ ვართ ადამიანები და ამით ცადოთ გავახსენოთ, რომ ისინიც ადამიანები არიან. თუ მათ ჩვენში დაინახეს ეს ადამიანი, უკვე გაუჭირდებათ, რომ ის გააკეთონ, რაც აკეთებენ ხოლმე, ხო? შეასრულონ ბრძანება. სრული დეგრადაციისა და დეჰუმანიზაციის ფარგლებში რეჟიმი ახლა ქალების წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. გამორჩეულად ცდილობს მათ შეურაცხყოფას და დამცირებას. მიზნის მიღწევის გზაზე, რომელიც ყველაფრის ფასად ძალაუფლების შენარჩუნებას გულისხმობს, მოძალადე სისტემა ველაფერზე მიდის. ყველა საშუალება ახლა მისაღები და გამართლებულია ადამიანურობისაგან დაცლილი ხელისუფლებისთვის. მიწით რა არის ყველაფერი, რასაც ესენი ამბობენ, იმის საპირისპიროს აკეთებენ. საერთოდ ეს მათი რა დავარქვა სტილია, რა სტილად უნდა ჩაუთავლო ეს როგორ შეიძლება, მაგრამ რასაც ამტკიცებენ, ყოველთვის საპირისპიროს აკეთებენ. უნდა თვითონ ევროპა და ევროპის საპირისპირო მიმართულებით მიდიან ეს ჩრდილოეთში, თვითონ ძალიან პატრიოტები არიან და თავგადაკვლულებით უნდა საქართველოს ინტერესებს თავშეწირავენ და პირიქით ერთ-ერთი თავის ჯიბეზე და თავის კარგ ყოფნაზე და ამ შემთხვევაში სიტუაციის მოწყობაზე არიან ორიენტირებული. ჩვეულებრივი ქურდმაცასები არიან და ლაპარაკობენ პატიოსნებაზე და ქალთან მიმართებით და ზუსტად ასეა. ლაპარაკობენ ჭეშმარიტ ქართველ ქალზე, თურმე დიდებულ ქალზე, პატიმნაცემ ქალზე, მათ მიერ საზღერგრძელოში ნაკებ ქალზე და სიამბეში ანადგურებენ და სპობენ, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარს, ხო? აი დედურ ქალურ საწყის, რომელიც მართლა წამყვანი იყო ქართულ მენტალობისთვის ყოველთვის და ოცნები აკეთებენ იმასაც აკეთებდნენ რა ამბობენ ერთ და მე აფუჭებენ და ანადგურებენ სწორედ მას. ეხლა როგორ შეიძლება ესეთი ტიპის ადამიანები როგორც კონცეფციაში არიან რაინდული სულისა და თქვა ესეთი ტოლერანტული და რა ვიცი, რა დავარქვა ქალის მერც რაღაცა მოწიწების რეალური გზნობა ქონდა. დარწმუნებული და დაკომპლექსებული არიან თვითონ ქალთან მიმართებაში და გარკვეული პრობლემებიც კი აქვს. სწორედ ყველაზე მეტად იზღვირის მამაკაცური და ვაჟკაცური და ძლიერი ვარ და რაღაცა რომელსაც პრობლემები ქალთან მიმართებაში. მე მაგას დავაკვირდი და პირდაპირ გაგებით ასეც არის და რასაც რანაბისაც ესენი დგავენ და კონკრეტულად როგორც ახლა იქცევიან განსაკუთრებით ქართველი ქალების და ქალების მიმართ ზოგადად აი ქუჩაში რაც გუშინ წინის წინ ნახეთ ამ დღეებში ნახეთ თქვა იგივე აი როდესაც დაარბიეს გოგონები განსაკუთრებით ახალგაზრდებს არჩევენ იმიტომ რომ ინტელექტუალურად ხომ ვერ უძლებენ
ქალი თავისი არსით ხო ინტელექტუალურად არანაკლები კი არა, ბევრად უფრო ძლიერია. თავისთავად მოსალოდნელი არის, რომ საქართველოშიც ცოტა ხანში გამოჩნდებიან აქტივისტები, რომლებიც გვეტყვიან, რომ ქართლის დედას აღარ უნდა ერქვას ქართლის დედას და დედაენას დედაენა და დედამიწას დედამიწა. იყო დრო ქოცი ქართლის დედაზე წუხდა. არ ვიცი რის სიმბოლოა ივანიშვილის მარიონეტების წარმოსახვაში ეს ქანდაკება, მაგრამ გავიდა დრო და რეჟიმისთვის ქუჩაში მებრძოლი შეუპოვარი ქალები მთავარი სამიზნეები გახდნენ. ისტორიაზე, კულტურაზე, ოჯახურ ღირებულებებზე პარაზიტირების პარალელურად ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი ახლა ქალებზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით ცდილობს ფონს გასვლას. ქალი რომ ქალია და კაცი კაცი, რეჟიმმა როგორც იქნა საბოლოოდ გაარჩია და ახლა გონია რომ ქართლის დედის ქვეყანაში ქალებს იმ მეთოდებით დაამარცხებს, რომლითაც მათ უსწორდება. ებულია ყველა. ისინი ნორმალური საქციელია. ეხლა დედა საბოლოო ჯამში მაინც საქართველოს მაინც ამ კუთხით აი ქალი ისე დედის კულტზე დგას რა ასე ვთქვათ რა და სწორედ რადგან ეს არის ანტიქართველები არიან ანტიეროვნულები არიან სწორედ ებრძვიან ქალს იმიტომ თუ ქალს დაამარცხებს საქართველოს შესაძლოა დაამარცხებს საქართველოს იმიტომ რეალურად ამათი ამოცანა ერთადერთი რუსეთი იმიტომ რომ რუსეთი და რუსეთის უკანონობა უძლიერებს მათ საშუალებას ჰქონდეთ ფული და თანამდებობიდან გამომდინარე რა თქმა უნდა კეთილდღეობა თან იმდენი საშინელება ჩადენილი მთელი ქვეყნის მიმართ ქალთა მიმართაც და ადამიანურობის მიმართ რომ წარმოგიდგენიათ რომ თვითონ ხომ ჩვენად იციან სამარტოდ შეებიან რომ აი თქვა და დაკარგეს ხელისუფლება მაშინ აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი ამ შემთხვევაში აბა როგორ სხვანაირად ხო და სწორედ მოეთხოვება სწორედ ამის გამო რომ ესე იგი ისინი არიან არაკაცები არიან ძალიან სუსტები რაც ყველაზე მთავარია აი მათ ყوارა და გადამგდები და რა თქმა უნდა ვის უნდა ებრძოლა სწორედ როგორ თქვა სიმართლის თქვენ პირში სიმართლის თქვენ ქალს იმიტომ ქალი რო გეტყვის სიმართლეს თუ კაცი ხარ ხო უნდა გაუძლო რა და ქალებს განსაკუთრებული როლი უდგათ ნებისმიერ ძალადობრივ სისტემაში ზოგადად თუ გავიხსენებთ ხომ სოფლიო ისტორიას ალბათ რა ვიცი პირველი ის იყო ხოლმე რაღაცა მსხვერპლი რა ვიცი ალქაჯებზე ნადირობა რა დღის ხო მარტო იმიტომ რომ რაღაცნაირად შეგვიძლია ისე მიუდგეთ ფილოსოფიურად რომ სხვანაირი გაბედულება აქვთ ქალებს საზოგადოებაში და ჩვენ რასაც უყვებთ არჩის შემთხვევით რომ ქართლის დედა არის ხო ჩვენი სიმბოლო როგორც შეუპოვრობის და მტერთან დახვედრის ხო ამ აქციების განმავლობაში რასაც უყურებთ ეგეთი გამბედაობა რა ვიცი ატანის უნარი და რა ვიცი ბრძოლის უნარიანობა რაც ქალებმა გამოავლინეს ძალიან იშვიათი სანახავი იყო ხო თუნდაც ვთქვათ დედები ავიღოთ რომლებიც დაჭერილები არიან ამიტომ რაღაცნაირად ამ ნებისმიერ პროტესტში ქალს რაღაცა მოწინავე როლი უკავია და შესაბამისად მათი განეიტრალება ძალიან მნიშვნელოვანი არის სისტემისთვის ხო და განსაკუთრებით იბრძვიან ხოლმე მათ წინააღმდეგ აი ქალს ერთი სიტყვით როგორ დაახასიათებდით ძალიან ძნელია ვიცი მეთქვით რომ ერთი უნდა იყოს ხელი როგორი საყვარელი როგორც ჩანს აქციის მონაწილე შეუპოვარი ქალები ივანიშვილს არ ესაყვარლება ზოგადად არავინ ესაყვარლება არც ქალი და არც კაცი ვინც წინააღმდეგობას უწევს მხოლოდ მონები ესაყვარლება ალბათ მისთვის მამუკა მდინარაძე უფრო საყვარელია ვიდრე აქციის მონაწილე ნებისმიერი ქალი მამუკა მართლა გამორჩეულია მამუკას შეუძლია ქალს ამაზრზენი უწოდოს მხოლოდ პროპაგანდისთვის იმისთვის რომ აქციის მონაწილე ქალების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გააჩინოს ხალხში და დაუმტკიცოს ადამიანებს რომ ნამდვილად საცემები არიან განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალები კაცები რა ფენომენი არ ვიცი მართლა არ ვიცი იქ მყოფი ანუ ამ პროტესტანტებში მათში ანუ ნაც ბაბში რატომღაც უფრო აქტიურები არიან ქალები ახალგაზრდები ვიდრე კაცები მანამდე ისეთი ამაზრზენი სიტყვებით ლაპარაკობენ ზოგადად ქალის პირიდან უკვე ნებისმიერ კონტექსტში მომარზენი და არა ვიღაცასთან მიმართებაში ზოგი ვიღაცის წამხედურობით და წაქეზებით თვითონ ტრენდული როგორიათ ეს ამაზრზენობა რაც უფრო ამაზრზენად ილაპარაკებს მათ შორის ზოგიერთი ახალგაზრდა ქალი მით უფრო ტრენდული გონია თავისთავი და ასეთი გოიმობა და მდაბიობა არ არსებობს ხდება რომ ის ინსტრუმენტი არ მუშაობს რომლითაც მან გადაწყვიტა სისტემამ გადაწყვიტა მათი განეიტრალება და
ამას ხსნის და როგორც ნებისმიერი სისტემა გულწრფელობას ანაცვლებს რაღაცა манипуляციით. ანუ მაგალითად ამოს რომ ეს ხალხი იმიტომ კი არ დგას რომ დაინახეს რომ ისი და ძმა ძვლებში დალეწეს, არამედ აი ვიღაცამ გადაუხადა, ხო? ანუ აუცილებელია რომ გულწრფელობა გაიყვანო ამ ადამიანებიდან, პროტესტის ხალხისგან, რათა შენ სამომრჩეველს უთხრა რომ მე თუ ამაზე ვიძალადებ, იცოდეთ რომ ესენი ხალხი არ არიან, ანუ ესენი ადამიანური ემოციებით არ მოქმედებენ რაღაცა სხვა სენტიმენტებით, ეს არის ფული, ძალაუფლება, თავრობის შეცვლის ზრახვა და ასე შემდეგ, ომის დაწყების სურვილი, ხო? და თუ პრინციპში არც ეგ არ არის ახალი ტოტალიტარული სისტემებიც ეგ ძალიან მიღებული ის არის პრაქტიკა არის, ხო? ამიტომ ამ ქალებსაც თუ ის წარმოაჩენს, რომ ესენი არიან რაღაც განსაკუთრებული ჯიშის გამოყვანილი ქალი, რომ განსაკუთრებულად უზრდელები არიან და არ იქცევიან ისე როგორც უნდა იქცეოდეს ქართველი ქალი, და შემდეგ უკვე მათზე ძალადობა, ანუ უკვე ზღვარგადასული ძალადობა იქნება აბსოლუტურად გამართლებული. მამუკას არაადამიანური შესაძლებლობები უსაზღვროა. მას შეუძლია უსამართლოდ დაჭერილ მომაკვდავ ქალს მავნებელი უწოდოს. გმირ პოლიციელებთან შეელახოს რეპუტაცია მათ ხელმძღვანელს. და ჩამოშალონ ასე სახელმწიფო. ამ სპეციალურად იბრძვიდა უშუალო ამსრულებელი ამ სიბინძურის იმ კონკრეტულ შემთხვევაში გახდათ ქალბატონი მზია ამაღლობელი. თუ ქალბატონი მზია ამას დავალებით არ ასრულებდა და ვიღაცამ წააქეზა და აზრზე არ იყო რას კადრულობდა, მაშინ წარმოდგენა არ ქონია არ ჟურნალისტიკაზე, არც ქვეყანაზე, არაფერზე წარმოდგენა არ ქონია. ორი ვარიანტია. ან განზრახ მოქმედებდა უშუალო დავალებით, ან უბრალოდ ისე წააქეზეს ვიღაცებმა და შეაგდეს ამ როლის შესასრულებლად და წარმოდგენა, ანუ ვერც ათვითცნობიერებდა, რას აკეთებდა, ეს ხო წარმოუდგენელი ამბავია. რომელიც გნა ერთის და მეორეც არის მავნებლობა. მამუკას შეუძლია პატიმარი ქალის სიკვდილზე ასე არხეინად ილაპარაკოს და მოსალოდნელი ტრაგიკული შედეგის პროგნოზირებისას წარბიც არ შეუტოგდეს. შიმშილობა საერთოდ სრულდება სიკვდილით და ამისკენ მოუწოდებენ. მოკლედ მამუკას შეუძლია იგადროს ყველაფერი, რაც მის პატრონს დასჭირდება. მამუკამ უკვე იგადრა ყველაფერი, მაგრამ როგორც ჩანს, ადამიანობას რომ დაკარგავ, მერე ზღვარი აღარ არსებობს, იმიტომ რომ ადამიანს აქვს შუბლის ძარღვი. ის რო გაუწყდებაო, მერეო იოლია ძალიან ცხოვრებაო. მამუკამ და დანარჩენებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ ყველაფერი, რასაც ახლა ისინი აკეთებენ, ისტორიას რჩება და მოვა დრო და მათი ცხოვრება ძალიან გართულდება. იმიტომ არა რომ შუბლის ძარღვი აღუდგებათ, არც იმიტომ რომ ვინმე ქუჩაში გამოეკიდებათ და შეარცხვენს, არამედ იმიტომ რომ მათი შვილები გაიზრდებიან და ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავენ და კითხვებს დასვამენ და ზუსტად ეცოდინებათ, სად იყვნენ მათი მშობლები მაშინ, როცა ამ ქვეყნის ბედი წყდებოდა. ალბათ რამდენჯერ დაულევიათ ქართული ოცნების თავკაცებს სუფრაზე განსხვავებულით დედისა და ქალის სადღეგრძელო. ალბათ რამდენჯერ მოუყოლებიათ გაზეპირებული ფრაზები ქალის ისტორიული როლის შესახებ. ალბათ რამდენჯერ იზამენ კიდევ იგივეს და საერთოდ არ შეაწუხებთ ნამუსი იმ დედების ტკივილის გამო, რომლის შვილებიც სცემეს, აწამეს, დაასახიჩრეს და უსამართლოდ გამოკეტეს ტყვეობაში. იმ დედების გამო, რომლებსაც ეგონათ, რომ ყველაზე მტკივნეულ წერტილში შვილებზე დარტყმით დაასუსტებდნენ და რომლებმაც შვილების დროშები გადაიბარეს და ორმაგი ძალებით შეუტიეს რეჟიმს. მე არავის და არაფრის არ მეშინია, მე ვამაყობ შენით, მე გაგზარდე შენ ძალიან კარგი შვილი. მე მადლობას გიხდი დედი შენ, იმ შვილობისთვის რა შვილიც ხარ შენ და ამაყი ვარ შენი. აწინახო როგორია გაბრაზებული დედები. ვიბრძოლებ დასაკარგინე არაფერი აღარ. თავისუფლების სურვილის და სამშობლოს სიყვარულის გამო უსამართლოდ ციხეში გამოკეტილი ახალგაზრდა პატრიოტი ადამიანების დედების ტკივილმა რამდენიმე თვეა უკვე მთელი ქვეყანა მოიცვა. მისცოდა ყველას გულსა და გონებას კოლექტიური მდინარაძისა და ყობახიძის გარდა. თუმცა მათ საუბედროდ არც ერთ მათგანს შეეშინდა, არც ერთ მათგანს შეუწყვეტია ბრძოლა. ქართველი დედები ივანიშვილის მარიონეტულმა რეჟიმმა კი არა თავის დროზე რუსეთმა ვერ გატეხა და დააჩოქა. ასეთი რაღაცას ამბობენ დედები, ეს ყველაზე მეტად გაგმაუგნებს და მომწონს, რომ მომწონს კი არა, აღტაცებული ვარ, შეიძლება მხოლოდ მომწონდეს, ხო? რომ ის იქ არის, მაგრამ მე ვარ მე ვდგევარ იქ. ის ციხეშია და მე ორმაგად ვდგევარ აქ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვა შემთხვევაში ეს ყოველთვის ქონდა ქართულ ქალს ამ შემთხვევაში და ეთქობა პატარა ერებისთვის, ცირერიცხოვანი ერებისთვის დამახასიათებელ თვითგადარჩენის იმპულსია, ეს იმიტომ რომ რეალურად არ გამოვა. თავის დროზე ერთი სურათი დავხატე სხვადასხვა, სადაც
იმ ქალბატონის სახელი ხამწუთში არ მოხდა დავხატე. მისი შვილი ომის დროს ცხინვალთან მოკლეს. ტანკისტი იყო, მოკლეს პირდაპირ გაგებით და ფოტო ვნახე. ეს და თვითონ აჩვენებს ამ ფოტოს, შეეულია მისი ჩანს, ესე დავქეგდია, წერს უბრალოდ და ხელებით ასეა ჩაჭიდებული მიწას და დედა გარდაიცვალა 1 წლის წინ დაახლოებით. ეს ქალბატონი და ნახე როგორ ებღაუჭება და ეხუტება თავის მიწასაო, თან ქართლელი იყო ქართული, როგორ ეხუტება და გამაოგერა დავხატა სხვათა შორის ეს სურათი და არა გამოვიდა თალკენ თემა, მაგრამ ვიწვალე ამაზე რომ აი ეს მიდოდა ბაჭა როგორ ეხუტება და ებღაუჭება არ აძლევს რუს თავის მიწას. დედა გამბობს ამას. დედა თავის გარდაცვლილი შვილის ფოტოს გვაჩვენებს და ამას ამბობს. მე არ ვიცი რომელ ერში შეიძლება იყოს ეს. წარმოუდგენელია. როცა აი ამასაც რაღაცებს ხედავ, უკვე ხვდები რომ ეს მარადიული სულია, მარადიული ქართული სული, რომელსაც ძნელი ვერ ჩაკლავენ, შანსი არ არის რა. ქართული სული რომ ვერ ჩაკლა და მაგას მიხვდა რეჟიმი, ამიტომაც გადავიდა ბრუტალურ მეთოდებზე და ახლა იმას ვერ ხვდება, რომ მისი ქცევა ორმაგად ახალისებს და აძლიერებს ქართულ სულსაც, ქართულ დედასაც, ქალსაც და კაცსაც. და შემთხვევითი არ არის, რომ ამ ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ სახედ და გმირად იქცა ჟურნალისტი ქალი მზია ამაღლობელი. პატარა უღირსი კაცები კი ახლა მისგან მონანიებას ითხოვენ. მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ ვერ ხედავთ ვერავითარ სინანულს. პოლიციას გაარტყეს ხელი სახეში და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით. არც კონკრეტულად ბრალდებულის მხრიდან, არც მისი კოლეგების მხრიდან. ახლა მოძალადე ხელისუფლების მთავარი მიზანია გატეხოს თავისუფალი ქალი, რომელმაც რეჟიმს სილა გააცნა და საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვის ამ ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის, ყველას მომავლისთვის, მათ შორის მის წინააღმდეგ ამხედრებული ამ უღირსი კაცების შვილების მომავლისთვისაც. ღირსებაზე გამახსენდა მიმდინარე აქციები და ამ აქციებზე ქალების მიმართ ოცნების ზონდერების თუ მოლაპარაკე თავების დამოკიდებულებაში სიახლე არაფერია. აქციაზე თუ საკანონმდებლო ორგანოში, გარეთ თუ შიგნით ივანიშვილის მარიონეტების ვაჟკაცობის ხარისხი ზუსტად ერთი და იმავე დონეზეა. მოუწოდებ ამ ადამიანს მისი გრძელი და ყველგან ამყოფი ენით ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხელმებისგან თავი შეიკავოს. დიდი მადლობა. ამ ყველაფრის შემყურეს ალბათ დაფიქრება მართებს ამ მომრჩეველს, იმ მომრჩეველს, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა ოცნებას. დაფიქრება იმაზე, თუ რა იმალება მათი რჩეული პარტიის მოლაპარაკე თავების ლამაზი სიტყვების მიღმა, რა იმალება მათი პროპაგანდის უკან და როგორ შეუძლიათ მოექცნენ ადამიანებს სინამდვილეში და ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ მოვადრო და რეჟიმი ყველას ასევე მოექცევა, მათ შორის საკუთარ მხარდამჭერებსაც. ეს სიუჟეტი კი ქალების ბრძოლაზე იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსთაველზე მდგომი ნაცემი დასახიჩრებული დაჭერილი კაცები ნაკლებად იბრძვიან, ნაკლები წვლილი აქვთ, ან ნაკლებად მოექცნენ რეჟიმის ძალადობრივი მანქანის სისასტიკის ქვეშ. რადგან რეჟიმის არაადამიანურ ბუნებაზე ვსაუბრობთ და ხანდახან ვკითხულობთ ხოლმე, სად არის ფსკერი, თუ კიდევ დარჩა გვიმე, ვინც ვერ მიხვდა, რომ ფსკერი უბრალოდ არ არსებობს და რეჟიმმა ის დიდი ხნის წინ გახვრიტა. შევახსენებ, რომ მამებისა და შვილების მარშზე საკუთარი გარდაცვლილი შვილის გამოსახულებიანი მაისურით მდგომი მამა რეჟიმმა 5000 ლარით დააჯარიმა და არ ვიცი, ან ამ საქმის მოსამართლე, ან რეჟიმის დანარჩენი მსახურები ამის შემდეგ როგორ ურთიერთობენ საკუთარ შვილებთან, დედებთან, დებთან, მამებთან, საერთოდ როგორ იძინებენ, მაგრამ ვიცი, რომ ამის იქეთ უბრალოდ არ არსებობს არაფერი, ამის იქეთ წვდიადია.